დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალი და ჩვენც ვაგრძელებთ ჩვენს რეპორტაჟს, როგორც უკვე გითხარით, 70 კილოგრამი დღევანდელი დღის მეოთხე ფინალური დაპირისპირება, ისევ გორელთა მონაწილეობით, წითელი ფორმით გახლავთ სწორედ შიდა ქართველი გოგა ოთინაშვილი და მისი მეტოქე გახლავთ ლუკა გუგეშაშვილი ონი. წითელი ფორმით ჭიდაობს გორელი პალავანი ოთინაშვილი. და აი ხა მან სადად ითქოს გადმოგება ილედზე, მაგრამ ეპიზოდი ვერ დაასრულა. საჯი გუგეშაშვილს მოუწოდებს აქტიურობისკენ. ოთინაშვილი გახლავთ ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, შავშანდელი 20-მდე მესამე პრიზიორი. ჯერჯერობით შეფასება არ არის გაკეთებული და ალბათ უკვე მსაჯები ემზადებიან 30 წამიან ჩაუთავენ ხა გუგეშაშვილს. გარკვეულ უპირატესობას უკვე აძლევს ოთინაშვილს. უველებს ხავთ კიდევ ერთი ფინალისტი, ცოტა მოგვიანებით ოთინაშვილი კიდევ ერთი და უველებსაც ხავთ კიდევ ერთი ფინალის კლუბში თუმცა სამხარაც. იქცა ზემოდან ოთინაშვილი ჩაიყვანა. ის კიდევ ერთ კლუბს დაგარგავს. მისი მეტოქე გუგეშაშვილი 4 წამის გასვლის შემდეგ. და კიდევ ერთი ოთინაშვილი ხავთ გორელებს, მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიგა ოთინაშვილმა 86 კილოგრამში. ამას უბრალოდ 3-0-იც გახდა ანგარიში გოგა ოთინაშვილის სასარგებლოდ. მათ მოსალოდნელი იყო 50 წამის გასვლის შემდეგ. ხა გუგეშაშვილი ყველა მხრივ და ყველანაირად მართებს გააქტიურება. ფეხში სადაც შესვლა, მაგრამ გაუხდა ოთინაშვილიც და ისევ დგომში გრძელდება შეხვედრა. ხა თვითონ ოთინაშვილი წავიდა მოძრაობებზე და კი შემოუარა, ჩაიყვანა კიდევ ორი ქულა 5-0. ნახოთ აქ ხა თუ შეძლებს დატრიალებას. პირველი დატრიალება საკმაოდ იოლად შეასრულა 7-0. კიდევ ერთი დატრიალება შეიძლება. საკმაოდ კარგად აქვს ჩავლება აღებული, თუმცა მეტი უკვე ვეღარ შეძლო. 7-0 გახლავთ გოგა ოთინაშვილის სასარგებლოდ ანგარიში. შესვენება 7-0 ასეთი ანგარიშით გავიდა ოთინაშვილი ამ შესვენებას. ფინალია უკვე ამბროლაურელს ამბაკობახიძესა და თბილისელ გიორგი ივაშოვის 74 კილოგრამში. გოგა ოთინაშვილი შავშანაც იყო 23 წლამდელი საქართველოს ჩემპიონი. 4 შავშანდელი ჩემპიონი ჭიდაობს დღეს ფინალს, ზანგალაძე მეორე ზედიზედ გახდა ჩემპიონი, ოთინაშვილი, ასევე ამბროლაურელი გიორგი გოგებჭიანი და ონელი თორნიკე სამხარაძე. ან ზანგალაძეს ორ სხვადასხვა ზონაში გახდა ჩემპიონი. განახდა ჩვენი შეხვედრა, დასრულდა შესვენება, განახდა შეხვედრა. სწრაფ ტემპში განახდა. ახაც უფრო ოთინაშვილი აქტიურობს ეს პირველი წამი.
შემოვლის შანსს ინარჩუნებს თინაშვილი. დაიყვანა კი ბატონო მეტოქე და კიდევ ორი ქულა 9-0 გახადა ანგარიში. ეხლა თუ დაატრიალა აქ უკვე შეწყდება პაექრობაც. ფეხებიდან ჯვარედინ მოვლებაზე დაატრიალა საკმაოდ იოლად ამჯერადაც და გოგა ოთინაშვილიც გახდა საქართველოს ჩემპიონი. გორელები ჯერჯერობით უდანაკარგოთ მიიწევენ. აქამდე 4-ვე წონაში ყავდათ მონაწილე და ყველა ჩემპიონი გაუხდათ. ეხლა იქნება დაჯილდოების ცერემონიალი უკვე 65 კილოგრამში და ამის შემდეგ გაიმართება 74 კილოგრამში ფინალი. ჩემო კოლეგამ უკვე მოგახსენათ ამ ფინალის მონაწილეთა შესახებ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ოქროს მედლისთვის ერთმანეთს შეხვდებიან ამრულაურელი საბა ყობახიძე და თბილისელი გიორგი რიგვავა. ხოლო მესამე ადგილები დაიკავეს ამ ზონაში 70 კილოში არსენ კვარაცხელია, თბილისელმა და ქუთაისელმა მათე წინცაძე. გოები ჯერჯერობით მიდის უდანაკარგოთ 4